მოლა ნასრედინი და გატეხილი კოკა. ერთხელ მოლა ნასრედინმა თავის შვილს ცარიელი კოკა მისცა და წყაროზე წყლის მოსატანად გაგზავნა. სანამ ბავშვი გზას გაუდგებოდა, მოლამ მას მაგრად შემოკრა სილა და დაუკვირა. იცოდე, კოკა არ გაგიტყდესო. ამ სცენას მეზობლები შეესწრნენ და გაუცებულებმა კითხეს. შედალოცვილო, ბავშვს რატომ სცემ? ჯერ ხომ არაფერი დაუშავებია და კოკაც ხთელიაო. მოლამ მშვიდად უპასუხა. მერე რა აზრი ექნება ცემას, როცა კოკა უკვე გატეხილი იქნება? ჭკუა ეხლა უნდა ვასწავლო, რომ კოკას გაუფრთხილდეს. წყალი რომ დაიღურება და თიხის ნამსხვრევებიღა დამხვდება, სილის გაწუნა კოკას ვეღარ გამიმთელებსო. რას გვასწავლის ეს ამბავი? მიუხედავად იმისა, რომ მოლას მეთოდი ერთი შეხედვით უცნაურია, იგავის აზრი იმაში მდგომარეობს, რომ დაგვიანებულ სასჯელსა და სინანულს აზრი არ აქვს. მთავარია დროული გაფრთხილება და პასუხისგებლობის გრძნობა. ჭკუის სწავლება მაშინ არის საჭირო, სანამ საქმე გაფუჭდება. მეტი საინტერესო ისტორიისთვის გთხოვთ გამოიწეროთ არხი.